სესკოს 15 საათის მონაცემებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა 24,2% მიიღო მონაწილეობა. ბრიფინგს ბაკა ანდრონიკაშვილი ესწრებოდა და დეტალებს ახლა ის გაგვაცნობს. არჩევნების დასრულებამდე დაახლოებით 4 საათი რჩებოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია 15 საათის მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ეხება ამომრჩეველთა აქტივობას. კომისიის ინფორმაციით ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 24,2%-ს მიაღწია. ძირითადად აქტიურობენ რეგიონები, მაგალითად ხულოში ამომრჩევლის რაოდენობა მიაღწია 30,4%-ს, თუმცა აჭარის რეგიონის დიდი ნაწილი არის პასიური, მაგალითად ბათუმში 17,1%-ს მიაღწია ამომრჩეველთა რაოდენობამ, ქობულეთში კი 18,4%-ს. გარდა ამომრჩეველთა რაოდენობისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგზე საუბრობენ იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება საარჩევნო უბნებზე. ძირითადი აქცენტი კეთდება ხულოში 36 უბანზე მომხდარ დარღვევასთან დაკავშირებით. საქმე ეხება კომისიის თავმჯდომარის მხრიდან სავარაუდოდ ბიულეტენების ჩაყრის ფაქტს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით კომისიის წევრებმა გადაამოწმეს აღნიშნული ფაქტი და მომხდარს არადასტურებს კომისიის არც ერთი წევრი, მხოლოდ ამ საკითხზე საუბრობს მოსარჩელე მხარე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებსა და ასევე ამომრჩევლს და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მინდა მოუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს და მათ მხარდამჭერებს, რომ ხელი შეუწყონ საარჩევნო უბანში და უბნის გარეთ სიმშვიდის შენარჩუნებას და ამომრჩევლებს მისცენ საშუალება თავისუფლად განახორციელონ საარჩევნო უფლება. ხულოს საარჩევნო ოლქის 36 უბანზე იმყოფებოდნენ საოლქო კომისიის წევრები საკითხის გასარკვევად. საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს ამ შემთხვევას და მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოქმედებს კონტაქტ-ცენტრი, სადაც მთელი დღის განმავლობაში ირეკავენ ამომრჩევლები და მათ კონტაქტ-ცენტრის საშუალებით საშუალება ეძლევათ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შემოსულია დაახლოებით 300-ზე მეტი ზარი. კონტაქტ-ცენტრის ოპერატორების განცხადებით მთავარი თემები, რომელთაც ინტერესდებიან მოქალაქეები, ეს ეხება ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და ასევე იმას, თუ სად შეიძლება მივიდნენ ისინი და მისცენ ხმა. კონტაქტ-ცენტრი ემსახურება დღეს ამომრჩევლებს 24 საათის განმავლობაში. ჩვენთან ერთად მუშაობენ ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი ოპერატორები და ისინი შეძლების დაგვარად მაქსიმალურად ემსახურებიან ამომრჩევლებს. ამიტომ ნებისმიერ ამომრჩევლს დღეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია მომართოს კონტაქტ-ცენტრს და მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ჩვენგან. როგორც უკვე გითხარით, არჩევნების დასრულებამდე სულ რამოდენიმე საათი ღარჩება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გახსნილი უბნები ზუსტად 8 საათისთვის დაიხურება. ამის შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე დაიწყებს ხმათა დათვლის პროცედურას.